ბავშვის აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაცია. რა სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო, რა როლს ასრულებს ეს ბავშვის განვითარებაში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი. ამ საკითხებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნინო თოთაძემ ისაუბრა. როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, მშობლებს ბავშვებთან კომუნიკაცია მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე უნდა ჰქონდეთ, რადგან ეს ემოციური კავშირის ჩამოყალიბებასა და უსაფრთხოების განცდის გაძლიერებას უწყობს ხელს. კომუნიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდანვე, რაც ხელს უწყობს მის სწორ განვითარებას, მეტყველების ჩამოყალიბებას, მის ასევე გარემოს შეცნობას და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სწორედ ამ კომუნიკაციის საშუალებით შეძლონ ისწავლონ ის, რაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორები და მნიშვნელოვანი ემოციები, როგორიც არის თანაგრძნობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, სიკეთე და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, კომუნიკაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ გვახსენდება პირადი ურთიერთობები ბავშვებთან, საუბარი მათთან, მნიშვნელოვანია ასევე სითბოს და სიყვარულის გამოხატულება და შექება, როდესაც კარგად იქცევიან. მნიშვნელოვანია წიგნის კითხვის პროცესის დათმობა, ანუ ხშირი ურთიერთობა მათთან და დახმარება გარემოს შეცნობის კუთხით. ნინო თოთაძემ ბავშვის აღზრდის პროცესში მუსიკის მოსმენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ამ მიმართულებით მშობლებისთვის გარკვეული რეკომენდაციაც გასცა. პედიატრმა დეტალურად ისაუბრა, თუ რა უნდა იყოს გათვალისწინებული მუსიკის შერჩევისას. საერთაშორისო კვლევების შედეგად დადასტურებულია ასევე, რომ მუსიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის, მისი გარემოს შეცნობის კუთხით და ასევე მისი დამშვიდების კუთხით, რომელიც მასზე დადებითად აისახება და ასევე ხელს უწყობს მეტყველების განვითარებასაც კი. მუსიკა სასურველია დედა მოусმინოს ორსულობის პერიოდში და რა თქმა უნდა ის გაგრძელდეს დაბადების პირველივე დღეებიდან. 0-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის უფრო რეკომენდებულია ეს იყოს 7 ხასიათის მუსიკა, რომელიც გამოირჩევა უფრო მარტივი ბგერების ერთობლიობით და ასევე არის მისთვის დამომშვიდებელი, არა ხმამაღალი ტონალობით, რომელიც არის მაგალითად იგივე იავნანა, იგივე მოცარტის საბავშვო მუსიკალური კომპოზიციები, რომელიც მასზე იწვევს დადებით გავლენას, განსაკუთრებით ძილის წინ. თუმცა მუსიკა შესაძლებელია ამავე ასაკის ბავშვებსაც მოვასმინინოთ როგორც ძილის წინ, ასევე დამშვიდების კუთხით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მუსიკის შერჩევის ტონალობაზე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის სათამაშოებიც, რომელიც შეიძლება თუნდაც 7-8 თვის ასაკიდან მივაწოდოთ ბავშვს, როდესაც ისინი ფიზიკურად ისე განვითარებული არიან, რომ შეუძლიათ ხელში დაიჭირონ სათამაშო, გადაიტანონ ერთი ხელიდან მეორე ხელში. ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს მისი ხმიანობის დაბალი ტემბრი და სასიამოვნო მოსმენა. რაც შეეხება 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებს, რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია მისი დაძინების წინ მოსვენა მუსიკის, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც მუსიკა სწორედ გამოყენებული უნდა იქნეს კომუნიკაციის საშუალებად, რომელიც მას ასევე ართობს, მას ასწავლის და მას ფიზიკურ აქტივობაში ეხმარება. რაც შეეხება 4 წლის ასაკის შემდეგ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უფრო რომ შერჩეული იყოს მრავალფეროვანი მუსიკა. ამ შემთხვევაში სასურველია უკვე ჩართული იყოს, თუმცა მანამდე ასაკამდეც იყოს, ვთქვათ, იგივე კლასიკური მუსიკა, ასევე მსუბუქი ჯაზი, რომელიც ბავშვს პირიქით უფრო ეხმარება მუსიკალური ბგერების გამოთქმაში და მის სწორად დახმარებაში.